მოგესალმებით ძვირფასო თანამებრძოლებს. ჩვენ დღეს წანისის ტყეპარკის ტერიტორიაზე ვიმყოფებთ. კიდევ ერთხელ მოვედით ამ ჩვენს საოცარ ედემის ბაღში. ჯერ კიდევ ქართულ ედემის ბაღში. ისე სინამდვილეში არასოდეს არ დამვიწყია. ეს ადგილი და არც ის პრობლემა, რომელიც ამ ადგილს უკავშირდება. კატონი იყო ასეთი. რომის სენატორი, რა ვიცი, სენატის სინდისად ითვლებოდა ყოველთვის გამბოდოობით და გამჭრიახი გონები და პატიოსნებით გამოირჩეოდა ეს პიროვნება. ნათელი აზრით. და როდესაც სენატის ხდომა იწყებოდა, ის ასე იწყებდა. რაზეც არ უნდა ყოფილიყო შეკრებილი სენატი. რა ვიცი, ტიბრის გაწმენდაზე, ახედუკებდა, სხვა სულ ეხებოდა, მაინც ამით იწყებდა. კართაგენი უნდა დაეცეს. რატო იძახოდა? მან იცოდა, რომ კართაგენის არსებობა მისი სამშობლოსათვის, რომისათვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენდა. იმიტომ შეიძლება კიდევ გაჩენილიყო კართაგენში მეორე ჰანიბალ ბარკა და მაშინ შეიძლებოდა რომ ისვის ეს ყოფილიყო დამღუპველი. და ბოლო-ბოლო დაეცა კართაგენი. პრობლემა, რომელიც არაბიზაციას ეხება, დროებით გადაიდო. გადაიდო ის იმ ომის გამო, რომელიც ახლა აღმოსავლეთში წარმოებს. ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი აწარმოებს ირანის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ომი დამთავრდება. რა საკვირველია, ღმერთმა დაიფაროს, მან თუ ახლა აპოკალიფსის სრული გაგრძელება პოვა დამთავრდება. და მაშინ მე მინდა რა დავაფიქროთ ჩვენი თანამემამულენი იმაზე, რომ ეს პრობლემა მოტრიალდება და ის უფრო მეტად გრანდიოზული იქნება, უფრო მეტი ესე იგი საფრთხის შემცველი და უფრო მეტად შეუქცევადი. რატო? ესე იგი რა გააკეთეს, როგორი ქვეყანაა ეს არაბთა გაერთიანებული ემირატები. ემირატების როგორი გაერთიანება, სადაც შეძლეს არაბებმა რომ უდაბნოში ჩათვალეთ ჯოჯოხეთში, შექმნეს ოაზისი, სამოთხე და ცხოვრობენ. ამ ომის შედეგად წარმოიდგინეთ რა მოხდა. როდესაც თურმე აჩვენა, რომ თურმე ეს სამოთხე, ამ სამოთხის არსებობა ძალიან მოწყვლადი ყოფილა. როდესაც ისინი ირანელები რაკეტებით ბომბავდნენ მათ ენერგოსისტემას, ამ დროს რაღაც დოზით ელექტროენერგიის მომარაგების შეფერხებამ გამოიწვია გამაგრირებელი სისტემის დროებით შეჩერება და გამაგრირებელი სისტემის ფუნქცია და თვითონ მისი მოქმედება შეფერხდა ხოლმე. ეს ერთი და უკვე ფაქტიურად ერთ-ერთი უმთავრესი იმის პირობა, რომ შეძლებულიყო ცხოვრება მაგალითად ამ ქვეყნებში, უკვე ფაქტიურად ცხოვრების პირობები გაუცაძლისი გახდა. იქ ისეთი სიცხეა, რომ შეუთავსებელია ის ცხოვრებისათვის მარტო კონდენსიონერებით, გამაგრიელებით, ტექნიკური ხელოვნური საშუალებით შეიძლებოდა რომ მათ იქ ეცხოვრათ. ეს ერთი მომენტი. მეორე და ამ უდაბნოში, როდესაც მოხდა გამამტკნარებელი ქარხნების დაბომბვა, როდესაც მოხდა ამავე დროს ამით უკვე წყლის კატასტროფული დეფიციტი შეექმნათ და ადგილები, როდესაც მიმოსვლის საშუალება რომ შებრყოლდა, საკვებით მომარაგების პრობლემა შეიქმნა. ამას გარდა, კარგად მინდა რამდენი ქარხანა, ნავთობგამომუშავებელი ქარხანა, ესე იგი ჭარბურღილი ეს აფეთქდა. ეს უდიდესი ხანძრები თავისი მხრივ იწვევენ კოლოსალური ჟანგბადის რაოდენობის შთანთქმას.
და ასეთ ისე ჟანგბადის რაოდენობას პროცენტული რაოდენობა ყველანაირად იკლებს პრინციპში ამ იმაში რა ქვია ქვეყანაში და უკვე ჩვეულებრივად არაბთა ემირატების ხელმძღვანელობა ანუ ის ადამიანები აი ეს ემირები ყველაზე მთავარი ვიცით ოიემირია ხო ნახაიამი და მაგნუტი ისინი უკვე ხვდებიან რომ თურმე ეს 64 ჩვეულებრივად შეიძლება ჯოჯოხეთად გადაიქცეს და ამიტომაც თუ ადრე საქართველოში ტერიტორიების შეძენა და საქართველოს ექსპანსია იყო მათი პრიორიტეტული აი როგორ გითხრათ მოთხოვნილება ანუ მათის საჭირო თuliდნენ ეს იყო სასიცოცხლო ინტერესად გადაიქცა აუცილებლად ამიტომაც აი როგორ გითხრათ ახლა განა იმაზეა საუბარი ესენი შემოვლიან თუ არა აი ისიც გავიგონეს რაღაცა 6 მილიარდი დოლარი შეიძლება გაუჭიდე ვის უნდა გაუჭიდეს გადაცვალე 6 მილიარდი დოლარი ტრილიონზე მეტი ვალი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს მარტო ტრილიონს ჩემტავი მაშინ რა იმაში თედბაიარებს ეს ჩემტა კიდო მე მგონი 200-300 მილიარდი რას ლაპარაკ 6 მილიარდს კი არა ესენი აიჯერ 6 მილიარდს ახარჯავენ და ფრიანად იყიდიან მთელ საქართველოს თუ აქ გონიოში და კიდე მესამე ადგილზე სხვადასხვა აი აქ ორი ჩემი მეგობარია ბატონი თემური ჩემი ახალგაზრდა მეგობარი და ჩემი დიდი ხნის თანამებრძოლი იაგო გუბელაძე ჩვენ პირველები ავეთ საერთოდ დავიწყებული ქონდათ ამის შესახებ მანამდე ვიყავით ასული და სხვადასხვა ციცი ერთი რამე მინდა გავუსვა როდესაც ადამიანი ინდომებს თელი გული და უანგაროდ ინდომებს აი მე ასეთი რამე იშვიათად მინახია დამემოწმებიანად იტყვიან არაო ეს იგი ჩვენ როდესაც თავიდან ავედით ტაბახმელაში მაშინ ჩვენ ვერ მოვძებდეთ მე ბატონი იაგო ვიყავით ჩვენ ახლობელთან ერთად დავით ჭაბუკაშვილთან ეს თავიდან ჩვენ ვერ ვნახეთ მაშინ ის ადგილი რომელიც ჩვენ გვინდოდა ისი გულის მანამდე 10 წლის წინათ ჩვენ მივდიოდით მე და ჩემი თანაპრეზიდენტი ადგილობრივებთან ერთად ტაბახმელიდან შავნაბადაზე და მაშინ გვაჩვენეს ესეთი 10 წლის წინა დაახლოებით ეს ტერიტორიები 1000-ობით ჰექტარი როგორ იყო ტაბახმელიდან შავნაბადეს გზაზე ანუ თბილისის სერზე რომელზეც ახლა ამ ხელაკივილი ატეხილი მაშინ გვაჩვენეს ჩვენ ეს სიტუაცია რომ ეს არაბებისაა სხვადასხვა მე მაშინ ქართულ ტივზე დავდევი ამის შესახებ გადაცემა მაგრამ ეს ისე რა ახლა ხო ხვდები ახლა როდესაც არ წარმოადგენ პარტიას როდესაც არ აქვს დიდი მატერიალური შესაძლებლობა და არ ახარ ხელისუფლებიდან მართული შენ სიტყვას ნაკლები მინიშნო რას არ უნდა თქვა ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ეს ტექნოლოგიები ჩვენ უკვე кайხანია გავიარე და ვიცით ხოლო შემდეგ ავედით უკვე მე ბატონი თემური ბატონი იაგო და რო ავედით ძალიან გულმოკლულები იმიტომ ავედით რომ ჩვენ ფაქტიურად ვერ მოვძებნეთ ის სიტუაცია ისევე და ერთადერთი ადამიანი იყო რომელმაც ადრე ჩვენ წავკვა და აი ვცდილობდით სად არ დავრეკეთ იქნება ტელეფონი მოგცენო ვერავინ ვერ მოგცა და აი ნახდათ აი გულმოკლულები ვიყავით თანაც ამინდი იყო აი ცუდი ამინდი ხვდები რასაც ვიდახი და ამ დროს ერთადერთი ადამიანი შემოგვხვდა და ისი ჩვენი ახლობელი რომელსაც უნდა ეჩვენებია ის ასეთი დამთხევა იშვიათი მე არ ვიცი ასეთი რამე ამის შემდეგ წავედი ჯერ კოჯრის გადავიღეთ შემდეგ იქ ზუსტად ახლა რომ მესამე არაბულ ქალაქზეა აშენებაზე საუბარი მაშინ გადავიღეთ და მაშინ იქ დაფიქსირდა რომ აქ არის დაკონსერვებული ეს სიტუაცია და ეს მოვა თუ არა ეს არაბული ქალაქები მშენებლობა აქაც უკვე ყველა მხრიდან კალში მოერტება თბილისი
ნელ-ნელა უკვე წავა შემდგომი ექსპანსია საქართველოში. ეს ცალსახად რო ასე მოხდებოდა, უკვე გასაგები იყო. შემდეგ საოცრებები იმ დროს მას არ დამთავრებულა. როდესაც გადმოვედით ტაბახმელაზე, რო გვეჩვენებია, გადასვლასაც აზრი არ ქონდა, ახლა ბატონი თემური კარგად ეკვრება გადაღებებში, ისეთი ნისლი იყო, აი 20-30 მეტროში არაფერი არ ჩანდა. და მაინც ახლა ვიფიქრეთ ეს სიტყვით მაინც ვიტყვი და გადავდივართ. შვილებს პიცავარ, ღმერთზე პიცებით, მე ასეთი რამე არ ველოდ ის რომ ერთადერთ ადამიანს ვეძებდი და ერთადერთი კაცი ვნახეთ ქუჩაში და მაინდა-მაინც მიროვნება. და მეორე გადავედი, თემურმა დააყენა თუ არა, ისა რა ქვია? შტატივი. დავიწყო უნდა თუ არა უცებ იაგოი და შეხედე გავხედე და ნისლი თვალსა და ხელშუა გაქრა ასე არ იყო თუ არ ვიტყვები კაცო ხოდა ჩავწერეთ მაშინ აი იგი როდესაც ჩემ გულით და გულსმელად რაღაცას ეროვნულს აკეთებ ნელ-ნე აი ბუნება განგება გეხმარება ისეთი ვერა მოგვივიდა ჩვენ უკვე როდესაც ვიყავით ბაზალეთის მასზე დავდივართ რაღაცა გვინდა გავიგოთ აქეთ იქეთ ორი პიროვნება იდგა თუ სამი მე ვეუბნები მოდი გააჩერეთ თქვა პირველივესა და იაგო მითხრა მოდი შემდეგთან გავაჩეროთ რაღაც უფრო მომწონს ეს თუ რა ვიცი რა მოაწოდა დიდი ახლა აი და რო გავაჩერეთ მაინდა-მაინც აღმოჩნდა პიროვნება რომელიც ქართველთა დიდი გაერთიანებაშია ჩვენ ორივეს გვიცნობს კაცო და სამივეს გვიცნობს უბრალოდ და ჩემ ლაივებსაც უყურებს რაღაცა და იმან გამოყვა ყველანაირი ინფორმაცია ასეთი დამთხევები მე არ ვიცი მე ძალიან გამიკვირდა ასე რომ ახლა კარგად გამიგეთ ახლას ყვირიან ახლა წივიან ჩვენ რაღაცა გამორთვეული ნასაცხები პური პირველი ადამიანი ვიყავი რომელიც ჩავედი აი ეს მე კი არ მიხარია ამას მე ნიშნის მოგების კი არ ვიძახი მე უბრალოდ ვიძახი რომ იმდენად ცუდად წავიდა საქმე ჩვენი საქმე ძალიან ცუდადაა აი რო ვფიქრდები 68 წლის ვიყავი მაშინ რამოდენიმე თვის წინათ იყო ხო ჩავედი ბათუმში ბათუმში აჭარაში 300,000-ზე მეტი მოსახლეობა ბათუმში დიდი რაოდენობით 60 უკვე კაი ხანია თვეები მიდიოდა ამ გონიოზე საუბარი წამიყვანა ერთმა პიროვნება თვითონ ყველანაირად არიდებდა თავს და რომ მივედით იქა გავიგეთ რომ თურმე არავინ არ ყოფილა მანამდე მისული როგორ ბიჭო ავტობუსში ჩადექი მანქანაკავს გაიარა შეხედე რა ხდება ხო ეს ხო ინფორმაცია საცალკე სამხედროები განაღმით თვითონ სამუშაოებს აკეთებდა და მეორე უკვე აზერბაიჯანული ფირმა იყო გეოდეზიურ სამუშაოებს რომლებიც აკეთებდა ჩამოვედით შემდეგ ხო იქ კიდევ არის ასეთი ბენზიდან ბაცხანამდე ახლა ერთი პიროვნება ბათუმელი არ მინდა ახლა შენი ჭირიმე სადამჯავედი მე წამომყვა არც უნდა წამოსვლა რო არ მოგატყო იქ არაფერია ქართველების ფირმა აშენებს პან კუნძულები ბენზედან და ბარცხანას შორის მაინც წავიდეთ ხო მე ვთხარ მე არ გადამიღე მეორემ ჩაწერა ის იქავრმა არ მინდა ახლა არ მიყვარს სახელები გვარები ცოტა ბიჭო მანამდე რატო არ იყავი კაცო ჩამჯდარ იყავი ავტობუსში და მოსული იყავი ხო და ხო მივედი არ გვინდა გადასვლა გადავედი გადავედი რომ მივედი მოვედი მე რა ქართველი ვერ ვნახე თურმე თურქები არიან თავიდან ბოლომდე თურქების კომპანია აშენებს ტექნიკა ადამიანი სულ თურქები და კილომეტრში იყვნენ გასული აი ეს არის რატომ გას ასეთი აპათია აი ასეთი რატომ ატყუებენ რატო იტყუებენ ადამიანები ასე ადვილად თავს მე გული მწყდება რა აბრაამ ლინკოლნს აქვს ნათქვამი შეიძლება მთელი მოსახლეობა დროის რაღაცა მონაკვეთში მოატყუო შეიძლება მოსახლეობის ნაწილი მუდმივად მოატყუო მაგრამ მთელი მოსახლეობა მუდმივად მოატყუო ეს არ შეიძლება აქ რატომღაც ჩემი აზრით ეს ყველაფერი ხერხდება შემდეგ რო ჩამოვედით იაგოს თხოვე მაშინ კი ვიცნობდით მე და ბატონი თემური ერთმანეთს მაგრამ ახლა ესე არ ვიყავით თხოვე წამოდით და ჩამოვედით ამ ტყეპარკში არ ვიცი თემური ალბათ თემური მეორე მესამე დღეს მოვიდოდა ისე გამოდის იმიტომ დაემთხვა თითქმის და მაშინ მართლა ისე გამოვიდა რომ
გამიკვირდა ხვდები შემდეგ თემურემ აგდეიდო საერთოდ ბუკულავაძემი და ჩვეულებრივად იცავდა მცველივით ზაღლიან კაციან და სულ ყველა მეგობრობს ამ პიროვნებას ხო და იმარა თბილისში და ვერ ჩამოხვედი კაი გასაგებია მაგრამ პოლიციაში ხო არიან ქართველები ერთხელ არ შეიძლებოდა აქ შემოვლა და გაგება რა ხდება როგორ ხდება ეს ედების ბაღს ვინ გვართვებს რა გვართ ჩემამდე აი უბრალოდ მართლა გული მწყდება და ხანდახან ვფიქრობ ნუ თუ აი რატო ხდება ამას სად არის ამ დროს ჩვენი სულიერების სადარაჯოჯი ყოფი ქრისტიანული მართლმადიდებელი რელიგიის მსახურნი რატო ამაზე ხმას არ იმაღლებს საპატრიარქო არ იმაღლებდა ის კი არა საპატრიარქოსში იყო ეს და რაღაც ვიღაც ბიზნესმენის ხელში მოხდა სად საპატრიარქოში ad ბიზნესმენი შეიხედო დიდი რჯულის კანონში კაცო შემდეგ ის გადაეცა რა გაცვალეს რა გამოცვალეს ეს პირველი შემთხვევა არ არის ხო და ნუ ახლა მე ვერ ხვდე აი ნუ თუ ამიტომ იწამა ასე სასტიკად რაჟდენ პირველ მოწამე თუ ევსტახი მცხეთელი გობრონი თუ კონსტანტინე კახი შუშანიკი თუ აბო ნუ თუ იმიტომ განაკვირვეს თავისი შეუპავრობით ქრისტეს ძულისადმი ერთგულებით თვით მურმანყრუ არ გეცვის ერისთავება ძმებმა ხეიძეებმა დავითმა და კონსტანტინემ ნუ თუ იმისთვის შეეწირა 100,000 თბილისელის სიცოცხლე ჯალალედინის מחვილებს 1227 წელს ნუ თუ იმისთვის ჩაწვეს ნუ თუ იმისთვის მიიტანა ჩვენმა 29 წლის ბზეჩაგუყვა მეფემ დემეტრე თავდადებულმა თავისი სიცოცხლე სამშობლოს სადარაჯოს ნუ თუ იმისთვის ჩაწვეს 1386 წელს თემურლენგის პირველი ნადირობის დროს ასობით ბერმონაზონი და საერო პიროვნება ნუ თუ იმისთვის დაფლითეს ჩვენი ღვთაებრივი ნეტარი დედოფლის ღვთაებრივი სხეული 1624 წელს ჩვენ შეიძლება ცუდად გავხდებით ცოტა კივილები აუ რა არის ასად ბაჩერი არ თუ ბოდიშით მოგესალმებით ისე ბოდიშით ჩემო ძვირფასო თანამემამულენო ცოტა გულის შეტევა მომცა ცოტა კი არა საკმაოდ მაგი კი არა შუაგზაშიც მომცა მაშინ სასიცოცხლო ინტერესები ვერ გავიშენეთ კივილისგან მაგრამ ბოდიშით ახლა ლოკაცია შევცვალეთ და გავაგზავნეთ აი ვუთხიდა რომ ნუ თუ იმისთვის დაფლითეს თქვა 1624 წელს ჩვენი ნეტარი დედოფლის ქეთევანის ღვთაებრივი სხეული თქვა რომ დღეს ასე მშვიდად წყნარად საქართველოს მოსახლეობა ეგუებოდეს ჩვენი ძირძველი ქართული ტერიტორიების გასხვისებას რომელიც აუცილებლად შეუქცევას და საბოლოოდ გახდის პერსპექტივაში ქართულ სახელმწიფოებრივ გრევასა და ერის ფიზიკურ და ზნეობრივ გადაგვარებას. იმიტომ აქ ესენი ჩამოსული არიან განა ბიზნესისათვის. ნახაიანი აქ ჩამოსული იყო საქართველოს საყიდო და მით უმეტეს ეხლა. რის 6 მილიარდზეა საუბარი ნებისმიერ თანხას გადაიხდია. რაც შეეხება აი მე ბიკვრის რა აი საერთოდ სამშობლოს სიყვარული როგორ გაახსენდებათ ხოლმე ხანდახან არა და არ ახასიათებს სამშობლოს სიყვარულს სეზონურობა ამინდის ცვალებადობა აი ებრაელები რატო არიან ასე ძლიერი აი ნახდათ შეკრული ძლიერიერი ნათილობი ასეთი ძლიერი ახლა მე რასაკვირველი არ მივესალმები რასაც ისინი აკეთებენ მაგრამ ძლიერიერია რაზეა საუბარი აი კლოდბერნე იყო მაგალითად ძალიან სერიოზული მწერალი შეიძლება რა აქვს სამშობლოს სიყვარულზე ნათქვა სამშობლოს სიყვარულს საფეხურები არ გააჩნია ვინც ყველაფერს არ აკეთებს მისთვის ის არაფერს არ აკეთებსო ვინც ყველაფერს მას არ უძღვნის ის ყველაფერზე ვარსეულდება მათ ანუ ერთი რამე მინდა გითხრათ ძვირფასო თანამემამულე არ შეიძლება რომ დავანებოთ თავი ამ პარტიების
ახლა ეს პარტია გადაგვარჩეს. ვაიმე ეს საზოგადოებრივი მოძრაობა, ვაიმე ეს პიროვნება არავინ ვერ გადაგვარჩეს. თუ არ შეერთდა, თუ ერთად არ შეიკრება საქართველოს ერი, ვერავინ ვერ გადაარჩენს. ამის შესაძლებლობა დღეს ერთადერთ ინსტიტუტს აქვს. მომწონს, არ მომწონს, ბევრი პრობლემა, ბევრი პრეტენზიები მაქვს, ბევრი გულისტკივილი მაქვს, მაგრამ ეს საპატრიარქომ უნდა გადაარჩინოს ქართულმა ქრისტეს ჯულმა უნდა გადაგვარჩინოს და მისმა უმთავრესმა ციტადელმა საპატრიარქომ. ამიტომაც როგორც არასდროს საქართველოს ისტორიაში პატრიარქის არჩევას ასე ესოდენ დიდი მნიშვნელობა, სამწყრო სასიცოცხლო მნიშვნელობა ყოფდა არ ყოფდა საქართველოში იმდენად არ ყოფილა უშუალოდ დაკავშირებული როგორც ახლა. აქ თუ მოვიდა ისე თუ არ მოვიდა ისეთი პატრიარქი, რომელიც მოსვლისთანავე შეკრიბავს სინოდს და ხელისუფლებას ულტიმატუმის სახით წაუყენეს, ულტიმატუმის სახით, რომ მათ ეს საოცარი ამაზგზენი კანონპროექტი უკან წაიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ისინი მათ განკვეთი ჩეჩვენებითაც დაეუფლებიან, შეუსრულებლების შემთხვევაში თუ მართლა არ განკვეთავენ და არ შეაჩვენებენ, არაფერია. ეს შეჩვენება იცით რისთვის იქნება კარგი? რომ უკვე ეს შეიძლება ერთად შეიკრას და ეროვნული გაუმორჩილებლობა გამოუცხადოს ასეთ ხელისუფლებას. და ეს პირდაპირ იმის სიგნალი იქნება, თანაც დარწმუნებული ვარ, ძალოვანი სტრუქტურები და ბევრი ამ დაუმორჩილებლობას და მაშინ დაიხებს უკან ხელისუფლება, ან წავა მოგშორდება, კაცო, ბოლო და ბოლო ეს პარტიები ვეღარ უნდა დავიჯეროთ. რომ ეს პარტიება დაუპა საქართველოს ამ პარტიების, ამ ეგრეთ წოდებული პარტიის შემდეგი რაღაც მაფიოზური კლანებია, ერთმანეთს ებრძვიან და ერთადერთი მათ მიზანს წარმოადგენს პირადი მატერიალური კეთილდღეობისა და კარიერული წინსვლის რამენერად უზომოწყურვილია. ხოლო ხედავთ კაცო, რაც მოიტანა ხო ამ პარტიების ბრძოლა. ვერი ფიზიკური და ზნეობრივი გადაგვარების ყველა საზღვარს გადაახიცილა, ხოლო ქვეყანა სახელმწიფო გრევის უმსხვილეს პირას მიიყვანა რა კი არა გადაჭეხილია მგონია უკვე. და ამავდროულად მე მართლა მინდა ბოდიში მოვუხადო მაფიოზურ კლანებს. მაშინ არიან ნამდვილი არიან ამაყი მედგარი ადამიანები კლანისა და დონის მიმართ უღალატობის ფიცით კიცეთ შეკრული, ხოლო ზემოაღნიშნული პარტიების ლიდერებმა მე მგონი გინესის წიგნში მოახერხეს შესვლა ყველა ციხსაჯობებს ტოდიდან ტოდზე ხტობაში. ჩვეულებრივად. ნუ თუ მოსახლეობა მართლა არ დაიღალა ამ იაფასიანი რაღაცა სპექტაკლების ყურებით რა. სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს. იცი როგორი წარმოდა, ეს ადრე აღნიშნე ეს მართლა Facebook-ის დამსახურება ამ ზედმეტი ინფორმატიკა. იგრძნობა ის სპექტაკლები. მე ბავშვობიდან მე მიყვარდა სპექტაკლებზე სიარული. ძალიან მიყვარდა, კაცო. სპექტაკლებზე სიარული. სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლები. დრამები, კომედიები, ტრაგედიები, ტრაგიკომედიები. ბიჭო, არაფერი არა იმაში საკვირველი რომ მივდივარ სპექტაკლზე, ხო? და იმდენად ძლიერი იყოს. ისეთი სერიოზული სცენარი იყოს. იმდენად დამაჯერებლად თამაშობდნენ ისინი, რა ქვია, მსახიობები როლებს, რომ ჩვენ სანამ სპექტაკლზე ვართ, რომ ჩვენ დავიჯეროთ, რომ რაც სცენაზე ხდება, ეს სინამდვილეა. ისიც არ არის რაღაც სასწავლი, მით უმეტეს თუ რომანტიკული ბუნებისა ადამიანი, წარმოვიდგინოთ, ჩვენ ამ პროცესის მონაწილეები ვართ, მაგრამ ეს შეიძლება გაგრძელდეს დიდი სანამ სპექტაკლი გრძელდება. ხოლო როდესაც სპექტაკლი დამთავრდება, ფარდა დაეშვება, ჭაღები აინთება, ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ რეალობას, კაცო. ხო არ უნდა გვეგონოს ბოლომდე რომ იქ იყვნენ რომეოები და ჯულიეტები, ხოლო ჩვენ კაპულეტები და მონტეგოები ვართ. ჩვენ ხო არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს არის სპექტაკლი. ამ სპექტაკლს თავისი რეჟისორი ყავს, თავისი ისაყავს, რა ქვია, სცენარისტი. ამ როლებს მსახიობები თამაშობენ, რომელთაც თავიანთი ბუღალტერი ყავთ და ამ როლის თამაში მათ ფულს უხდიან. შეიძლება ერთ ბანკში იღებენ გასამჯელოს, შეიძლება ისწრებოდეს მოლარეები და კასირები.
ამიტომაც მაქსიმალურად აგერ თქვა ბატონმა თემურმა რომ წასვლაო, მაგრამ მე არის მე დიდი ჯულისკანონს ბავშვები დავსწავლობდა, არის რაღაც ვარიანტი რომ ის მაინც გავიგოთ, რომელი პატრიარქობის კანდიდატია იმის შემძლე, იმის შნო რომ დადგეს და ასე მყარად დადგეს ერის ინტერესებისათვის, ქრისტეს ჯულის ინტერესებისათვის და ვაუწყებთ მე მოსახლეობას. და უკვე ხმახთისა და ხმაერისა ვინა თქვა, გასაგებია იქ იკრიბებია რაღაცა, მაგრამ ქართული ერის ყოფნა არ ყოფნას როზე ერის ხმა გასათვალისწინებელი იქნება. მართლა ვაპირებ მე და თემური ამ დღეებში ერთ 2-3 დღეში გასვლას. არაფერი არ მჭირდება ჩვენ გარდა იმისა რომ ჩავალთ აი ბენზინი რომ ვიმოძრავთ ერთი 4-5 მიტროპოლიტი რომ ნახოთ. ხო, აღარ კარგით მაგას დღეს Facebook-ი გავშალე სუდად გავხდი რა აი ეს ერთი ახალგაზრდა აი რა როგორი ხალხი აი ნეო ახალგაზრდა ბავშვი რო არის ნეო ის რაღაცა სულ ქრისტეს ჯულზე საუბრობდა მომწონდა სხვათაშორის ამ ბავშვის საუბარი რაღაცეებში იმიტომ ვიცით რაღაცა დაზაპირებულიც აქვს ისედაც რაღაცა ახლა აზრობდეს ეს ახალგაზრდა მანამდე ერთმა ახლა იყო კიდევ რაღაცები მაგრამ ერთმა რამ საერთოდ გამოუგნა ყველა მუსულმანი სატანისტია ახლა ასეთი რამე როგორ უნდა თქვა ცოტა ნორმაზე თუ ხარ ადამიანი ესეთი რამე როგორ უნდა თქვა საიდან მოიტანა ეს 2 მილიარდი ისლამის მიმდევარია დედამიწაზე 2 მილიარდი როდესაც ამდენი მუსულმანი ჩვენ საქართველოში ცხოვრობს როდესაც ერთ რამეს თუ იცი ისტორია ხო უნდა იცოდე რაღაცა თვითონ ჯულის კანონზე გაქვს პრეტენზია გენაცვალი როდესაც თბილისი აიღო აღმაშენებელმა ეს ისტორიული ფაქტია ქართლის ცხოვრებაში წერია ის ღორის დაკვლის უფლებას არ აძლევდა მუსულმანურ უბნებში ჩვენ ქართველებს ქრისტიანებს არ აძლევდა უფლებას მათაბანოში შესულიყო ქრისტიანებს არ უშლიდა რომ ხელი შეეშა არ ქონდათ ჩვენებს ქრისტიანებს ქართველებს უფლება რომ ხელი შეეშალათ მათი ხუთბისა და ხუთბისათვის პარასკევობით უფლება ქონდათ რომ განაქართველი მეფის სახელზე აღევლინათ ხუთბა არამედ თავიანთ სულტნისა და ხალიფას სახელზე 5 დინარს რო იხდიდა ქართველის 4-ს იხდიდა ებრაელის 3-ს მუსულმანი და თვითონ აღმაშენებელი დადიოდა მეძუინებთან მოლებთან და ხონდა ესე იგი თეოლოგიური და ესეთი ამ ყურანზე და ამ შესახებ აზმებზე ესაუბრებოდა რა ის სატანებზე საუბრობ ისა და ახლა 5 წუთიანი კიდევ ვიდეო იმას 5 წამიანი თუ 15 წამიანი ვიდეოს მოვკარე კიდევ თვალე ესეც სისულელი როგორ შეიძლება ადამიანმა თქვა იქო როდესაც წერიაო რომ გაუძნელდებაო დიდარსო ცათასასუფევაში შესვლაო ასე ის როგორ იცის რა ყველაფერი და ზუსტად მასია ეს არიცია ხალხის 99%-მა როგორ შეიძლება ესო საუბარიო მატერიალურ სიმდიდრეზე კი არ არის ესო საქმეებით რო არისო გაკეთებული საქმეებით მდიდარია რას ეწევიათ შემოგელე ბატონო ლეო რას ყნოსაო ბოლო-ბოლო ხო რაღაცა სერიოზულ ამას ყნოს ეს როგორ ატრიალებ სახარებას მანამდე არ წერია ორი მასში აი თავიდან არ მინდა რომ დავიწყო თუ გინდა სრულყოფილი იყო წადიო უთხრა ქრისტემ მას თუ გინდა სრულყოფილი იყო წადი მთელი შენი ქონება გაყიდეო და გექნება საუნჯე ზეცაშიო შემდეგ მოდი და გამომყევი ეს სიტყვები რო გაიგონა ჭაბუკიო დაღონებული გაშორდა ვინაიდან დიდძალი ქონება ქონდაო მან კი უთხრა თავის მოწაფეებსო ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ გაუძნელდება დიდას სათასასუფევოში შეხსოვ ეს არის აი ალბათობა და შემდეგ უკვე დაასვა წერტილი კიდევ გეუბნები თქვენ უმარ აკლემი გაძრება ნემსის კუჩი ვიდე თქვენ დიდარი შევა ღვთისასუფევაში რა უფლებით ასყოფილებ შენ სახარებულს ვინ ახარ შენ ასეთ ხიბში პატივში გასაგებია რა ესე იგი ახლა დავწყვეტ ესეთი ხალხი შემოგდებული
დააზუბრიებენ რაღაცა და შემდეგ ნელ-ნელა შემოაგდებენ და უკვე რაღაცა ერთი გადაცნობა საჭირო ქრისტიანობაში და შემდეგ უკვე საერთოდ უკვე ეშმაკის ნადავლი ხდები. ამიტომაც კიდევ ერთხელ აი უმორჩილესად გქონთ თანამემამულენო დავფიქრდეთ. ეხლა პატრიარქის არჩევა საქართველოს ყოფნა არ ყოფნას განსაზღვრავს. თუ მოვიდა წესიერი აი სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული და ღვთის მოშიში პატრიარქი, მაშინ საქართველოს გადარჩენის შანსი არ აქვს. შანსი აქვს. თუ არა, მე რაღაცა ძალიან ბუნდოვნად მესახება ჩვენი სამშობლოს ბედი. არავინ ჩვენ არ გადმოვხედავს, არავით არის ზოგიერთს რუსეთის იმედი. არავით არის რუსეთი გენაცვალე ნახაიამი პუტინთან რო ჩავიდა, იქ ყველაფერი დამთავრდა. ყველაფერი დამთავრდა. იქ ყველაფერი მოილაპარაკეს უკვე. ამოუვიდათ ბევრსაც იმას, ჩვენ განწყინული ვართ. ჩვენ ერთადერთი ჩვენი თავი თუ გადაგვარჩა, არავინ ჩვენ აღარ გადაგვარჩეს. კარგით, გოდიშით და კარგად ბრძანდებოდეთ, გენაცვალე.